ბავშვების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ფანატიზმის საშიშროებასა და თანამედროვე მძიმე ყოფაზე საუბრობს სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. უწმინდესი და უნეტარესი პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებს. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება ეპისტოლეში უწმინდესმა და უნეტარესმა ლანა ძაძამიას სიუჟეტიდან შეიტყობთ. ფსევდოლიბერალიზმს სურს მოსპოს ცოდვის ცნება, მათი აზრით ის ზედმეტად ბოჭავს ადამიანს, რის გამოც უნდათ გააქრონ მორალი და სინდისის ქენჯნა. ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს თავაზობენ საზოგადოებას და სულიერი გადაგვარებისაკენ მოუწოდებენ. ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმს კი სურს მოსპოს ცნება, ცოდვა. მათი აზრით ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ბოჭავს ადამიანს და თავისუფლებას აკარგვინებს. ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს თავაზობენ საზოგადოებას და სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი ეპისტოლეს შეფასებისას აცხადებს, რომ განცხადებას მეტი კონკრეტიზაცია სჭირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ პიროვნების თავისუფლება და არჩევანის უფლება უპირველესია. თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც 21 საუკუნეში ფაქტურად ისეთ ეტაპზე ვართ უკვე განვითარების კაცობრიობის, როდესაც მაქსიმალურად მე ვფიქრობ, რომ ორიენტირებულია ყველა ტიპის სოციუმი, რომ წავიდეს იქითკენ, რომ მოხდეს ამ თავისუფლების მაქსიმალური რეალიზება. პატრიარქის ეპისტოლეში წელს პირველად იყვნენ ნახსენები სასულიერო პირები. თითოეულმა ჩვენგანმა ამჯერად გულისხმობ მხოლოდ მორწმუნედ და მათ შორის სასულიერო პირებსაც. ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები. ფიქრობ, ცოტანი არიან ისეთები, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. ეპისტოლე არის ორიენტირი ერისა და მთავრობისათვის. პატრიარქი თავად ბრძანებს მარხვის წინ, რომ ყველაზე მეტად ცოდვილია. ჩვენ ყველანი დედის მუცლიდანვე ცოდვილნი ვართ. ასე ეხმაურება ეპისტოლეს ამ ნაწილს დეკანოზი თეოდორე ახალაძე. თვით პატრიარქი როდესაც შენდობის ლოცვა იწყება დიდი მარხვის დასაწყისში, ბრძანებს, რომ ყველაზე მეტი ცოდვილი ვარ. თუ კი პატრიარქი ამას ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს, თავისთავად ყველა მღვდელი ჩვენ ცოდვილი ვარ და თუ კი გავიხსენებთ 50 ფსალმუსაც, დედის მუცლიდანვე ვარ ჩვენ ცოდვილები. ანუ არავინ არ ვართ ღვთის წინაშე მართალი. ამიტომ ვინც დაითმენსო, ან თამდაბალი იქნება, ისო ცხონდება. ანუ ვინც პირველიო, ის უკანასკნელიო და ვინც ბოლო, ის პირველიო. სააღდგომო ეპისტოლეში განსაკუთრებული აქცენტი ოჯახის სიძლიერეზეც გაკეთდა. პატრიარქმა მშობლებს მოუწოდა შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად აღზარდონ და პირველ რიგში ღვთის სიყვარული და იმედი ჩაუნერგონ. ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღზარდოთ და პირველ რიგში ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ. ამ მიზნის მისაღწევად დედმამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ მათ. ოჯახური ღირებულებებისა და ფასეულობების მიმართ გაკეთებულ მინიშნებებს ფილოსოფოსი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ოჯახში მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სიყვარული, ღირებულებითი ერთობა, მშვიდობა და ესეთი ჰუმანური კატეგორიები, რომელთაც ადამიანები ერთმანეთს ხელს უწყობენ განვითარებაში, არ ზღუდავენ ურთიერთთავისუფლებას, პატივსცემენ ერთმანეთის აზრს. ეპისტოლეში ნახსენები იყვნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. დასაფასებელია იქ მყოფი ქალბატონების თავდადება, რადგან მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს იმისთვის, რომ გადაერჩინათ საყვარელი ადამიანები. ეს მოყვანსის მიმართ შეწირული მსახურება, ნათქვამია ეპისტოლეში.